დავაი. და საღამოს 8 საათის დადგა. ესე იგი, მე-11 სერია ხალხო. ცხელი ძაღლის და გადავახვიოთ აქეთ. არა, ეგ არ არის ცხელ ძაღლზე შეშევა. ცხელი ძაღლის ყველაერია. ავისვე მელოდიით უნდა თქო. კარგია, ხომწოს. საღლს ამიგო რადაწყება მოხონე. ოჩა, ეს გოგო უკვე მოკლეს? ვინ, იდიოტო? ის გოგო პირველ სერიაში მოკლეს. მეც კი რა, ახლა. დავუჭი. ცოტა რუსეთში. არა, ბიჭო, მე ეს ვინ მეგონა, იცი? ის რო გააგორებს. ხო. ხო, ბიჭო, დებილები ხო არ ხართ? რა? რას გვეჩხუბები? სვეტა არის პაპექში. და მოკლესო თქვით. არა, ბიჭო, რა გი? შემეშალავ ეგ მეგონა. შემეშალა ეგ მეგონა მეთქი. გაგულახავ რა. რუსერიას ვიხსენებთ? თვალწინ დაგვიდგა? თვალი გადავალოთ წარსულს? პირდაპირ ეს სერია გენახავ. მთელი სეზონი აგეხავ. აი. რომედის ისინი კი ძლიერდებიან. ხო ხედავთ ბატონო უჩა. ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რასაც ერთი წლის წინ სიზმარშიც ვერ გაბედავდნენ. ჩვენ მეგობრებს დევნიან. ოფიცერებს უშვებენ და აპატიმრებენ. იცი. დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს. ჩვენ ვეცადეთ პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვეგვარებინა, მაგრამ დიალოგზე არ მოდიან. მილიონებზე ამბობენ უარს. ეთყობა ომი უნდათ. ომი გინდათო? კი ბატონო. ჩვენ ამისთვისაც მზადა ვართ. ხომ ვართ მზად? ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება რაც საჭიროა. მაგრამ ეს გაურკვევლობა და მოლოდინი ნერვებზე მოქმედებს რა. ხელისუფლების შეცვლა არ არის დიდი პრობლემა. მოსახლეობა მორალურად მზად არის იმისათვის, რომ ტაში თუ არა გაგებით შეხვდეს სნაიპერის გასროლას. თავარია რა მოხდება მერე, როცა ძალაუფლების გადანაწილება დაიწყება. მესმის, ყოფილი მოკავშირეები თავარი მოწინააღმდეგეები ხდებიან. არა მარტო ეგ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ არმიის გაძლიერება. ჩეხური იარაღის კონტრაქტის ჩაშლა ვერ მოხერხდა. იმ გადარეული ფილფანის ადგილზე ჩვენიანის გაყვანა არ გამოვიდა. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ეთყობა რაღაცა შეიცვალა. ვიცით ვიქმნის პრობლემას? ეს კაცი. რა სიტყვით? გასაგებია, მაგრამ ეს სხვათან ხარ დაჯერება. მაგაზე არ არის ლაპარაკი. გახსენეთ ეს. ეს უხმო იარაღია. 1986 წელს სპეციალურად დამზადდა 600 წლის საბჭოთა სპეცაგენტებისათვის. ალბათ გესმით, რომ ოპერაციის დამთავრებისთანავე პისტოლეტები უნდა დაბრუნდეს საცავში. მესმის, ვადები როგორია? 2-3 დღე. 2-3 დღე ასეთი ოპერაციის მომზადებისა და ჩატარებისათვის? ცოტაა, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. კარგი. ბიჭები ყველაფერს ხუთიანზე გააკეთებენ. იმედია. ხვალ თქვენ დაგიკავშირდება, ჩემი კაცი. ახლა კი ნახვამდის. ნახვამდის.
ეს საქმეები? როგორ უნდა იყოს დავსვით ბოლომდე ათარა? მართლები ხართ რა. ცოტაც და სულ საჰაერში აყლაპავთ. ეს კაცები. ეხლა რას გეტყვით, იცი? არც თქვენ მჭირდებათ ამის სახელის სწორება და არც ამას თქვენ. გაუმარჯოს გული. გაუმარჯოს. გამარჯობათ ბატონო. გოგო, მე შენ რა გითხარი? რა გითხარი მეთქი? რა სურდგავ, რა გააწერა გესა? აბა კარგად იცის. რა სურთხო? ჩადეხლა გოგო. და მაგარს ჯაბელოდე. ვა. პატრიალებულ. ეგეთი არ მინახავს. უხმო არა? ლუშტელიანია? ბიჭო, რა თქმა უნდა გლუშიტელი გეუნები უხმო მეთქი რა. ეგ როგორ? როგორ და ჭრელად უხმოა. რა შეჭები შეჭებათო? ეხლა ეგ მინდა მე აქ? გავსინჯე რა. გაშინჯე კაია თუცა მახარა. პროფესიონალი ხარ გამოსინებულები ხარ თუცა. ყველაზე მაგარი. გავშინჯე რა. არ გიტყოს კაცმა პროფესიონალები ხარ გამოსინებულები. აიღლა უყურე. იმენა გივი ლეგენდა ბრად. გამიგე? რამე არ შეგეშალო თუცა მახარა. აი ესეც ფოტო რა. ყოველ დილას 10 საათზე ქვემოთ ჩამოდის. მანქანა ელოდება ჯიპი. იცოდეთ, ძღოლი შეერაღებულია. მაიას აი ეს მოგწევთ. რა მაიას? მალდროისათვის მე სატარებად ზუსტად ჩავიდნენ. აი ესე ვიქნები ჩასული როგორც ახლა. ისეზე პირსახოცი მექნება. აი ესეთ რამეს რო გავაკეთეთ. თქვენ საქმეს დაიწყებთ. ყურადღებით იყავით და ამოძრაობას დაუკვირდით. გასაგებია. აი ეს მობილური გამომართვი. ზუსტად 10-ის ნახევარზე ჩართავთ. 2 ზარი იქნება, მე შეწყდება. მე კიდე 1 ზარი. ეს იქნება სიგნალი რა. როცა საქმეს გააკეთებთ, დისპლეიზე რა ნომერიც დაიწერება, იმ ნომერზე გადარეკავთ. დისპლეიზე. აგაოს ეს მობილურებით თქვარი. იარაღებს რა ვარ. და ნაბერე, ველი თბილისი რა რესტორანი? იქ მიხვალთ. ყვითელი ფურგონი იდგება და იმას ჩააგდებთ. თქვენ მანქანას სტაიგაზე გააჩერებთ. მე ტაქსს გამოიძახებთ და ახვალთ წავკისში. კარგად იცით სადაც. დღენახევარი იქნებით. მეორე ხამეს უკან დაბრუნდებით. გასაგებია. არა, აქ აღარ დაბრუნდებით. ბაცა, რატო არ დაბრუნდებით თვითონ? რეგრეა რა, შემართლა ტუპოვები ხო არა გონივართ. და განა არ ვიცით რა მურტალ საქმეზე გვიშვება. ე რამე რო იყოს თვალს არ დაახამხამებ ისე ჩაგვიშვება რა. ბიჭო, შენ მე, შენი გაბოზებული ზმაკაცები ხო არ გონივარ? გურამი ვარ, მე ჯინორია. მე არ ყოფილიყავი დღესაც ნარებზე იგორებდი კოლონიებში. ხო არ გონია? ფანჯარასთან ვინმე ადგილს დაგიტმობდა. ხო, კაი, მოკვდა ბაზარი. ბოლო იცი რას გეტყვით? შეგიძლიათ საქმიდან გახვიდეთ, მაგრამ მე არავინ არაფერი არ დამაყრებს. ოიცა, ხო არ გვემუქრები შენ. არ გემუქრებით, ძმაო, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ რა. ჩვენ ეს სუყველა და ეს კაციც ერთ სვიასკაში ვართ გაბული. ამ სვიასკიდან დროზე ადრე გასვლა არ შეიძლება. კარგად გახსოვთ. პაუკას გამოსირებულობამ რაც მოიტანა რა. კაი, გასაგებია. მაგრამ იცოდე რა. აქ ზოოპარკის ცხოველებივით რო დაგვამწყდიეთ რა. ჩვენც ნერვები გვაქვს რა. მართალი ხარ ძმაო, მაგრამ ხანდახან სანადიროდ ხო გიშვებთ. რა ვქნა ესეა რა. მოდი ახლა მოვილაპარაკოთ და საქმეს მიხედოთ. დაარტყი ხელი. დოქტორ ყურესოდატორ. მარცხნივ. ეს უკან პროცევის ნიშანი იყო თუ კოკაკოლის, მოვაც კოკაკოლა ხო? სად იყო მაშინ პროცევის ნიშნები და რაღაცა იყო. შეხედე ძმა ვაზი აქ პირველ სართულზე დათესილი და შეყო სახლში. სიგარეტი გააქვს? აღარ ვეწევი. ვა, საღო. გამარჯობათ ხალბატონო. უკაცრავად დილა ადრიან გაძოხებთ. ბატონი თენგიზი მინდოდა თუ შეიძლება. მოითვენეთ.
კოშკა ვარ, ჩამოდი. აი ეს მაღაზია, რო გვატყუებთ, ის რა მაღაზია იყო, ბიჭო? აი, ეს იყო ყველგანზო. ხო. ეს იყო ჩვენი ბუტიკი. დედას გებძები. ჩემი. ყველაფერი იყო ვაფშე. რაც გინდოდა სულ ყველაფერი. ო ბიჭო. და თეთრი ნოლსემიდან. ასლაბარაგო. რაო? ჩამოვა საძავადო. აუ, იქით გააბოლე რა, ისედაც უნდა თავი. ლარი და 20 ღირდა სიგარეტი ჩემ. გამარჯობა კოშკა. როგორ ახარ? დაჯექი რა. როდის ჩამოხოდი კოშკა? წუხელ. რა აბავია მოსკოვში გულაობენ არა რუსები. დაშვები. მოიტანე? რა არის კოშკა? არ გელოდი რა და. აი ეს ამაქვს რაც არის $300. და შესაძ მე მოვიდა. როდის მერე? აი რა ვიცი ვიშოვი და მოგიტა. ისე არ ხარო მიგა დაგოგე ერთი რა ლიზე ავაგდოთ ეს ნამბოზო. რა ბიჭო მოგა. როდის გეკნება? რა ვიცი აი ერთი კვირა. რა ერთი კვირა მთელი წელია დაგაცადე მთელი წელი. რო გეუნებოდი გამომიგზავნო რატო არ გამომიგზავნო? არა მქონდა და რა გავა? არა ქონდა რა. გორში მივდივარ. ხვალ საღამოს ჩამოვალ. დანარჩენსაც მოიტან, თორე თავს მოგაჭრი იცოდე რა. ვიშოვი და მოგცემ რა. მოშორდი აქედან. ხელა გაზეთი გააზრდა. ეს ოპარა slow motion. საწყალი შეიძლება. როგორი აგენტი ნოლსა მივიდოდეს? მისია ვიპოლნენო. ის შორტის პური რომ მიქონდა ის კაცი ხო იყო ზღვა. კი. ამათ ხელში აბა რა გახდება? აბა პული არ მახო. ისე მაგალითად მოიც. ჯერ სად არის? მოიტანს რა რასაც. არ მოიტანს და მაგის ეაჯობს. შენ ამ შარულით მოდიხარ გორში? ხო რა არის? აი რა უხერხულია რა. აი ეს რა უხერხული ცინა არის? აი რა კოშკა თუ ზმახა წამო გამოიცვალე რა სერიოზულ ხალხს ვხვდებითან. რა გამოვიცვალო შეშემა რაც არა მაქვს. მე ავიდეთ აგერ უნივერმაგში და ვიყიდოთ ერთ ჩარვალი. ხო? რა პული ვიტრიეთ ეხლა. Хорошо. Хорошо. უნივერმაგი. რა შარვალი შეიძლება ძვალ. Aš dzēlu stāvēm tā. Aba.
ტელეფონის შესადები. შენ რა იყო ძოშარვალს გიბრუნებ და? ხო. მაგარი ფერია თო. არე რა. წავედით? წავედით. ეს ადგილი ახლა ზუსტია. ზუსტად. დაჟე დედას გეფიცები აქ უფრო კარგად გამოიყურება. რა ხდება თო? გაიშნიკე. აქ სულ გაიშნიკები იდნენ ხო? საგზაო პოლიცია თქვენი საბუთები. გადურზეთ საბარგულიოებს. როგორ ხარ? კარგად, თავად. რა ვიცი, ვარ, რა, ნელა. კარგი. რაო, რა ხდება რა? ირაკლი მეტრეველი მოკლეს. აი, კაცო, როდის თო? ახლა რა. ო, შერაშევი როგორ არის? ვარ. აი, აბა კარგად ვიყავ. რაო, რა გვინდა? არაფერი, აბლავაა რა. მეგობარი ბიჭია. ირაკლი დაუბრედიათ მეტრეველი თო. ეგვინა? უშიშროების საბჭოს დივანი არის ციტო. საიდან შეშება დღეს ჩამოვედი რა. რა ხდება ამ რა ხდება და ბესპრედელია რა. იქ ძმობას გამწე ბავშვი როგორ ზის მოაჯირზე შეხედე რო უყურებს. რა ხდება ბრატ? ოპა ბიზინა დაბრუნდა? არა, ბიჭო, ეს ის კაცი არის? შოთები რო იქ. შოთები ხო, ეგ კაცი. ამან მეინახო. ეს არის მოწმე, ბრატ. რა გადარჩა ისე რო არ მოკლეს? გაგეთქვით ამის შესახებ თქვენ? ვერაფერს ვერ გეტყვი. გავიძიოთ. დროზე. კადუა. ძალიან კაი გადაღება. ცოტა თვალთ დამებნელდა, მაგრამ ნუ არა უშავს, უჭმელობას ვაბრალებ. ეხა, ესეთი აპარტი უნდა რეკილი გაქვს? კი. უნდა გამოდიოდი მამაჩემს ამითურება. პოლიცია? ირაკლი მეტრეველის მკვლელობასთან დაკავშირებით გირეკავთ. ბატონო? მაგას არ აქვს მნიშვნელობა. დღეს დილით 10-ის ნახევარზე თქვენს მიერ ძებნილი რეციდივისტი მეტსახელად კოშკა იმყოფებოდა მკვლელობის ადგილას. ვაიმე, რა არასწორია, ბიჭო. არა, მარტო არ იყო. ესე იგი კოშკა და მისი პადელნიკი დილის 10 საათზე მკვლელობის ადგილთან ნახეს. აჰა, ვინ ახა? არ მესმის, ვინ ახა მეთქი? ქათამაძე. შენ გადა თუ არის მოწმე? ჯიხურის გამყიდველი ქალი.
კარგი და ფეხით იყვნენ თუ მანქანით? რა? თეთრი 07. ხო, ნომერი გაიმეორე. ესე იგი, მაყვალა ჰამლეტა მაყვალა 760. ნუ ახლა ისინი სულელები თუ არ არიან სხვაზე მიხვდებიან. შედაქვია. ეგ არ არის თავარი, მე დამქვია. თავარია კოშკა და ის მეორე იქ იყვნენ. ამას ჯიხურის გამყიდველი ქალის დაგიდასტური. თუ ყველაფერი გითხარი შეკრეტინო და მე ხوار დავიჭერ შენ მაგირა. ამოლაცა. ბატონო გენო. თავარი შავდია. თავარი შავდია. დავიდოვიჩ. ო. გაიგო გათამაზე. ამოდი. გამაგემინე რა ხდება? ამოდი. დავიდოვიჩ ყველაფერი დაუძახაიო. შავი 24-ით. თავარი შავდია. აგერ ყვანანა? ვინა რაც? ვინდა მეტრებელის კვლელები? რას მიედი მოედები რაც? მართალს გეუნები დავიდოვიჩ დედას გეფიცები. როგორ? ამ წუთას დამირეკა კონფიდენტმა. საკუთარი თვალით უნახავს. როგორ მოუკლავთ ირაკლი მეტრეველი ჩვენთვის კარგად ნაცნობ კოშკას. იგივე ნიკოლოზ ხმალაძეს და მის სამხანას. ჯერჯერობით დაუდგენელ პიროვნებას. კი, მაგრამ კოშკა რუსეთში რომ არის მიმალვაში, გუშინ ჩამოიყვანეს. ეთყობა სწორედ ამ საქმისთვის. მე ამ ეს საქმე ჩვენს გარდა არავინ არ იცის დავიდოვიჩ გესმის? სავარაუდოდ კვლელები თეთრი 07 გორის მიმართულებით მიდიან. მანქანის სახელმწიფო ნომერია MHM 777. ალო, თამარა ხარ? ესე იგი სასწრაფოდ დამიდგნენ 07 თეთრი 07-ის პატრონის ვინაობა. ნომერი მაყვალა ჰამლეტა მაყვალა. მაყვალა ჰიტლერი მაყვალა. ჰიტლერი მაყვალა. გადააკეთ. კარგი. ის ჰამლეტა არ მოეწონა. ალო? საგზაო პოლიციის სამმართველოა? ხო, პოლკოვნიკი შავდია გელაპარაკებათ. დამაკავშირეთ ციცაცესთან. სასწრაფოდ. ოპა, თბილისი მოლისადაც არის ახლა, ის ადგილი. კი. ოღონდ მარჯვნივ ხა თბილისი მოლია, დალშე ზუსტად იგივეა. და ზევით კეთილი მგზავრობა წერია. აუ, გიჟები არის, ანტო. ადვოკატი არ აღიდა გადმოდი. ხშენი, ბიჭო, არაფერი არ მიხარო, თორე ჩაგცხილავენ ორივეს ახლა. ხელები თავზე. ყველა აღნიშნავს, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის მკვლელობა საქართველოში გამეფებული დაუსჯელობის სინდრომისა და კრიმინალური ვითარების ლოგიკური შედეგია. ბატონო გივი, თუ შეიძლება, რას გეტყოდით ამის შესახებ თქვენ? ვერაფერს ვერ გეტყვი. ვაიშვილო. არა, მაინც რა ხდება? როგორც კი გამოჩნდება კარგი ადამიანი ამ ჩვენ ქვეყანაში, მაშინათვე სპობენ. არა და როგორი კეთილი იყო, როგორი უწესიერი, როგორი პატიოსანი ეს მეტრეველი. არა, ეთყობა შეეშალათ, როცა თანამდებობაზე ნიშნავდნენ. უწესო ეგონათ. მაგრამ რა გინდა? შეცდომა სწრაფადვე გამოასწორეს. შენ რა იყო დღეს საერთოდ არ უნდა დაგვეუბნებო? როგორც ხედავთ, დანაშაულის ადგილას მოდიან შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები, აგრეთვე გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნები. ამ ფაქტთან დაკავშირებით
ეო, ბეო, კარი გამიდეო, ძუძუები ძემო მაქვს დიდი ბალახი, მოიცა? აი. ой, შემო. მოდი გაკოცო. აჰა და. აჰა. ნახეთ ვინ მოვიდა? აუ ვიჯო. Здравствуй, Лексо. კეთი? როგორ წადეთ? იჩიო, აი თქვენ გახური ძვენი. დედასპურები, ნაზუქები, ჩამიჩიდალები, შირი, ჯურჭხელები, კატამი, რა ქვია იმას, სამწვადე მასალა და რაც არის, გასვადი, ჭაჭინსკი. ისეთ ჭაჭვი აქვს. გაგიჟდები. რა, რა დაიო? მოხდა რა მე? რა სიზამშვილო? ჩვენი ქვეყნის საშვილი არა. თუცმა ხარ. სასმელი რო აბეიღო. ეს დილით აცა. როგორ მოკლეს, როგორ? თავის სახლიც აკრას შეჭება ბიზნესი ჭირდებოდა ეხა და მარემ თამბალის დაცვა სად იყო? დაცვა ერთი კაცი იყო და ზემოდან მიაყოლეს. ის მსხოლი მანქანაშივე ჩაცხრილეს, მოკლედ პროფესიონალების გაკეთებული იყო რა. ახლა მის დედავატი ეხლა რა უნდა ვქნათ მე ვარ ვიცი რა. რა ვიცი? სიმართლე გითხრათ არც მაინტერესებს. როგორ თუ არ გაინტერესებს? აი როგორ აგიხსნათ, აი თქვენ რომ პოლიციიდან წახვედით, ხო? მე თქვენ არ გამართლებდით. თუმცა ყველაფერს კარგად ხედავდი რა ხდებოდა ჩვენს ირგვლივ. აი, ირაკლი მეტრეველი ძლივს, რეალური ბრძოლა დაიწყო ამ ბინძურ პოლიტიკანებთან. ამ სისხლის სამართლის დამნაშავეებთან. რაღაცა იმედი გაჩნდა, პატარა შანსი. მაგრამ ამ ქვეყანაში უმრავლესობას თავისი სკამი ურჩევნია სახელმწიფოს. აღდნენ და მოკლეს რა. არა ამ ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ის იგი რაც აპირებ, ამიხსენი რა. 2003-ში ეგრე იყო. დავახო და წავასწავლე თბილ ქვეყნებში. აუ. აჰა, ჩვენ ქვაზია. დედას ვიცი. ყველა მიდიან, ჩვენს მაგერითაც გიფიქრია და გადაგიწყვეტია. კეთი აქ ცოტა მოდით განომოდის, მაინც წასვლა. დედას ვიცი, წასვლა თურმე 2003-დან მოდის. ირინა და დედა ჩემი. თან წავიყვანთ. აქ ხوارგაზდი ბავშვს რა. დედას ნაჟო ყველა მიდიან შეშ. აქ ხوارგაზდი ბავშვს. ჩვენ დისკორდში რა ვზივართ ხოლმე ხალხო 15 კაცი ერთ-ერთი ვასკას კიდია ყველაფერი, თორე ყველა მივდივართ. გაადვილია რა. ალო. ხო, ბატონო გენო. ჩაის ვსვამ. როგორ? მეტრეველის პროელები დააკავეთ? ხო, 2 წუთში მანდავა. 2 წუთში მანდავა. გენოს და ქათამაძეს პროელები დაუგავებიათ. არ გამაგიშო. ოიც. ისა. ჩარა მოვათ რა. მალე მოდი. რეზ რა ბედნიერის. არა, გაუპლილი, აბა გალაღა უოჭველი. აუ, მაგარინაც. ხო გითხარი. ისიც დაწერე, კოშკამ საკონტროლო გასროლა რო გააკეთა. ოღონ ძღოლზე არა, მეტრეველზე გაიგე. იცოდე ისე თუ არ იქნება, როგორც მე მინდა, რაც სიგრძე გაქვს იმ სიგანეს მოგწე. როგორა საქმე? გოგოა თუ ბიჭი? ბიჭია, ბიჭი დავიდოვიჩი. ოჩახ. მანახე. ახსნა განმარტება. კარგია. კი მაგრამ შენ ამ დროს სად ახარ? რას აკეთებ? ჰა? მე ამ დროს მანქანაში ვზივარ და ოპერაციის დამთავრებას ველოდები. მერე? როცა კოშკა საკონტროლო გასროლას გააკეთებს, მანქანაში ხდება და მივდივართ. მერე სად არის? რატო არ დაწერე? შენ გაგითხები, ქათამაზე. დაწეროს მე დავიდოვიჩ დაუშალე. ეს ყველაფერი დაწერე. ხელი მოაწერე. თვე, რიცხვი, წელი არ დაგავიწყდეს. რა კარგია დავიდოვიჩ, რეშოტკები რო გავაკეთე, თორე გადაგვიხდებოდა ვინმე. ო, მართალი ხარ, ხომ იცი შენ?
აფსიზე. გამარჯობათ ბატონო მაიორო. კარგია რომ ჩვენ ნახავთ. აქ ისეთი ამბები ხდება ადრე რო იყო. Служу советскому союзу. გამარჯობათ. შენ ოლგო ჭადოს ბიჭი ხორა. რია? ხავ ხარ შენ? თქვენ იცნობთ მამა ჩემს? კი, 86 წელს. სელისკის ბანდა ავიყვანეთ ერთად ხელში ჩამოგდა საცუდებ. შენ ბავში იყარ პატარა. ბატონი ბიძინა ბრძანდები? მიცნო. დედა შენ როგორ არ? არა უშო. სოლი ხომ არ მოგიყვანია? არა, ჯერ არა. და კორწილი არ გამომაყარო იცოდე. დაპატიჟებული ხართ ორივენი. თქვენც და ნიჟარაკი. ალბათ, გამარჯობა. ასო. შავდია დამინეკა მეტრეველის პლელები ავიყვანეთო და მართალია? ჯანჯერებით ჩვენ არაფერი არ ვსწრებთ. შევიდე და გავიმოხო. ნახავდა შემოიყვანონ კოშკა, ხო წეს? აუ როგორ მაინტერესებს რა ეს სცენა? სულტყილად ჩავეჩო ფუფუს. მაგ საქმიდან არაფერი გამოვა. ნახოთ. და ნიკოლოზ იოსების ძე ხმალაძე, იგივე ნიკუშა, იგივე კოშკა დაბადებული თბილისის 1979 წელს და აქ ორჯერ სამართლები ბოლოხანს მიმალვაში მყოფი. ბრალად ედება რეკეტი და რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმა. ეხლა კილერობაში ითავსე არა ხმალაძე? კილერობა ხარ გაგიჟებულხოთ. არ გინდა ახლა არტისტობა. შენ მან ნაფარინმა ყველაფერი აღიარაღი რა. დაგიჯერე ხო? ნუ დამიჯერე თუ გინდა. აი, ახსნა განმარტება აგერ ხელის მოწერა. ასე რომ მე გირჩევ. ყველაფერი გულახდილად აღიარო. და მის სხვათა შორის სასჯელი შეიმსუბუქო. ახლა თქვი ვინ შეგიკვეთა მეტრეველის მკვლელობა, როდის შეგიკვეთა და რამდენი გადაგიხადა. თქვენ მართლა გაგიჟებულხოთ ხო იცი? შვილო ხმალაძე, ნიკუშა ხარ თუ კოშკა ხარ. იცი რა ძველ ბიჭობას ახლა თავი გაანებე. ხომ იცი, აქ მაგისი ადგილი არ არის. გაიგე? დაწერე ახსნა განმარტება თორე ისე დღეში ჩალაგდებ, რომ აქეთ მეხვეწებოდი. თუ რას მიზაო? ცენ? არა, მოკლედ გაჭმელ ბიჭო, ხომ იცი? აი, კალამი და დაწერე შენი. წესიერად გამაგებინე რა გინდა? სად იყავი დღეს? დილის 10-ის ნახევრიდან 11-ის ნახევრამდე. ვაკეში ბარნოზე. აი საქმეც მაგაში. რაშია საქმე? რა გიდოდა ბარნოზე ამ დროს რას აკეთებ? მევალეს ვალი გამოვარდი, არ შეიძლება? ვინ მევალეს? თენგიზ მოლოდინაშვილს. კარგი, დაუშვათ ეგრეა. მე უნივერმაგში წავედი და ეს ჯინსები ვიყიდე. შენ ახლა ნოაურიე, გაიგე? თქვი ვინ შეგიკვეთა მეტრეველის მკვლელობა? წაგდის შენი. ქათამაძე! ნაბიჭვაროში. რა ხდება? დააგდე. ალიბი. სადი მოლოდინაშვილი ნახე. გამყიდველი ქალი ნახე. კვლელობას რომ დაგიგე ხო არ არის? გენო, ალიბი შემოწმებულია. ჯერ არა. გაიყვანეთ პატიმარი და პირველ რიგში ალიბი გადაამოწმეთ. რა ყუილა იჭერენ ბიჭო მართლა როგორ გადავა. რატომ გონია რომ ამათას ოპა აუ არ გვესროლოთ რა. გემინა. ეს გურამის საჩუქარია საყვარელო. კაცი ყოფილა ეს გურამჟინორია. ხო გეუბნეოდი
შეჭემისა შენ კიდე ენასტირნებოდი. ესე დიდხანს უნდა იდგა? რაღაც არ მომწონს ეს ამბავი. არ მოგწონს კი ესეთი რაღაცა კი საყოველთაოდ პირდაპირ გამოსაჭრელი. ოპა, მოდი ჩვენ გაგვიმარჯოს. ძიმე დროია. მოიტანე. მე ჩემი სიტყვა შევასრულე. ძალიან კარგი. მე მithles რომ ყველაფერმა ორგანიზებულა და სწრაფად ჩაიარა. არც ზედმეტი ხმაური, არც მოწმეები. ეხლა რას ვაკეთებთ? ახლა შენისვენებ და მე ვმუშაობ. სანამ პანიკა და არეულობა ბევრი რამის გაკეთება უნდა მოგასწრებთ. ესე იგი თქვენ ზარს დაველოდები. ბიჭებს მოკითხვა გადაეცი. სად არიან? საიმედო ადგილზე. მაგარგილის მისამართი დამიწერეთ. მაინც რადგინა მისამართი? რა იყო, რა მაგან ჰერვიულა? კონდეს მაინც. რა იცი, რა ხდება? ой, მორჩა. კი. ვაუ, მორჩა. და ამის შემდეგ სერიაში შეჭემა სეზონი რჩება. ხალხო, ჩემი დაპირებული. მოდი რა ეხლა ვეჩავწეროთ რა. არა, ბიჭო. არა, შეჭე. მიდი. რა შევწეროთ, ეხლა შეჭემა 2 საათიანს ვარ დავდებ. არა, ეს დამთავრე. და ხომ დის ხალხო? კარგად ხალხო. შემდეგ სერიან და ლაიქით არხი გამოიწერეთ, არ დაგეზაროთ რა.